პუტინი კორუფცია ოპოზიციამ რუსეთში ამ სახელწოდების ბროშურა გამოსცა წიგნში პუტინ-მედვედევის ქონებაზეა საუბარი. იახტები ოფიციალური და არაოფიციალური რეზიდენციები, რუსეთის მმართველების ცოლების კუთვნილი ძვირფასეულობა. ავტორების თქმით, უძრავ-მოძრავი ქონება კრემლის ლიდერებმა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შეიძინეს. საერთაშორისო კვლევებით კი რუსეთში კორუფციის მასშტაბები დღითიდღე იზრდება. ავისფერი და ნაცრისფერი კორუფციის სიმბოლური ფერებია. წიგნს ასეც ქვია პუტინი კორუფცია. ბროშურაში, რომლის ავტორები ბორის ნემცოვი, ვლადიმერ რიშკოვი და ვლადიმერ მილოვი არიან, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პუტინ-მედვედევის ტანდემის მმართველობისას ამ დანაშაულმა რუსეთში არ ნახულ მასშტაბებს მიაღწია. სწორედ კორუფციის შედეგია ფასების ზრდა, ის რომ ბევრ ქვეყანას რუსეთთან ულვიზო რეჟიმი არ შემოაქვს, ის რომ გვაქვს არალეგალური მიგრაციის პრობლემა. როდესაც რუსეთს საერთაშორისო რეიტინგებში აფრიკულ ქვეყნებზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ეს უკვე სამარცხვინოა. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ამისი მოთმენა შეუძლებელია. წიგნში საუბარია პუტინისა და მედვედევის იახტებზე, რომელთაგან ერთი 26 მილიონი გირვანკა სტერლინგი, მეორე კი 30 მილიონი ევრო დაჯდა. პრეზიდენტსა და პრემიერს იახტებზე ჯაკუზის, ბარბიქიუს, ჩანჩქერებისა და სატრენაჟერო დარბაზის გარდა ღვინის სარდაფიც აქვთ მოწყობილი. მოცემულია ინფორმაცია 26 ოფიციალურ და არაოფიციალურ რეზიდენციაზე, რომლებიც ტანდემის წევრებს რუსეთის სხვადასხვა კუთხეებში ეკუთვნით. ასევე პუტინ-მედვედევისა და მათი ცოლების კუთვნილ ძვირფას ბრეგეტისა და პატეკ ფილიპის მარკის საათებზე, რომელთა ფასი რამდენიმე $10,000 აღწევს. ყველა ეს ფუფუნება ავტორების თქმით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ მოქალაქეთა ჯიბეებიდან ფინანსდება. როცა ელცინისა და პუტინის პრეზიდენტობის პერიოდს ვადარებთ, პუტინის მმართველობის დროს კორუფციის დონე გაცილებით მაღალია. ამას ყველანაირი გამოკითხვა ადასტურებს. პუტინი და მედვედევი 25 სასახლით და 5 იახტით სარგებლობენ, მაშინ როცა ქვეყანა გაჭირვების ზღვარზეა. ბროშურაში მოყვანილია საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც, რომლებიც აჩვენებს, როგორ იზრდებოდა კორუფციის დონე პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლიდან. ამჟამად რუსეთი 178 ქვეყნიდან კორუფციის დონით 145 ადგილზეა, კონგოს, პაპუა, ახალი გვინეისა და ტაჯიკეთის გვერდით. ავტორები საქართველოსაც ახსენებენ, როგორც კორუფციის დაძლევის წარმატებულ მაგალითს და ქვეყნის ხელისუფლებას გამოსავალს თავაზობენ. კორუფციასთან ბრძოლის ბოლო წარმატებული მაგალითი საქართველოა. ჩვენ უნდა შევძლოთ კორუფციის ამოძირკვა და ამისთვის ეს ფორმულა გამოგვადგება. პირველი სუფთა ცენტრალური ხელისუფლება, მეორე სასჯელის გარდაუვალობა, მესამე კარგი გასამსჯელო სამსახურისთვის და პატიოსანი მუშაობის წახალისება. თავარ გამოსავალს რუსი ოპოზიციონერები ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაში ხედავენ. პირველ ეტაპზე კი კორუფციის დასამარცხებლად ავტორების აზრით პუტინისა და მისი გარემოცვის საქმიანობის შესწავლა უნდა დაიწყოს.